დაპირებისამებრ გთავაზობთ ინფორმაციას ცხოველების, ფრინველების, თევზების და მათი ჯანმრთელობის შესახებ. ასევე მოვლის და ფსიქოლოგიის თემაზე. ქსანთომატოზი. ქსანთომატოზი არის მეტაბოლური დარღვევა, რომელიც ხასიათდება კანში, კანქვეშა ქსოვილებში და შინაგან ორგანოებში ქოლესტერინისა და სხვა ლიპიდების დაგროვებით. ეს იწვევს ქსანთომების მოყვითალო ფერის სიმსივნეების წარმოქმნას. მიუხედავად იმისა, რომ ქსანთომატოზი შეიძლება განვითარდეს ფრინველების სხვადასხვა სახეობაში, ის უფრო ხშირია შინაურ ფრინველებში, განსაკუთრებით კი ქათმებში, ინდაურებში, იხვებსა და ბატებში. რომელი შინაური ფრინველები ავადდებიან? ქათმები. ქსანთომატოზი ყველაზე ხშირად გვხვდება ქათმებში, განსაკუთრებით კვერცხმდებელ ჯიშებში. ინდაურები. ინდაურებში ქსანთომატოზი შედარებით იშვიათია, მაგრამ შეიძლება განვითარდეს ინტენსიური წარმოების პირობებში. იხვები და ბატები. იხვებსა და ბატებში ქსანთომატოზი უფრო იშვიათია, ვიდრე ქათმებში, მაგრამ შეიძლება განვითარდეს არასწორი კვების ან სხვა თანდართული დაავადებების ფონზე. დეკორატიული ფრინველები. ზოგიერთ დეკორატიულ ფრინველში, როგორიცაა თუთიყუშები და კანარები, ასევე შეიძლება განვითარდეს ქსანთომატოზი, თუმცა ეს შედარებით იშვიათია. ქსანთომატოზის განვითარების მრავალი მიზეზი არსებობს, მათ შორის გენეტიკური წინასწარგანწყობა. ზოგიერთი ჯიში უფრო მეტად არის მიდრეკილი ქსანთომატოზის განვითარებისკენ, ვიდრე სხვები. არასწორი კვება. ჭარბი ცხიმი. რაციონში ჭარბი ცხიმის შემცველობა, განსაკუთრებით დაჟანგული ცხიმები, ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის მატებას და ქსანთომების წარმოქმნას. ვიტამინების დეფიციტი. და ვიტამინების დეფიციტი აზიანებს ღვიძლს და ხელს უშლის ლიპიდების ნორმალურ მეტაბოლიზმს. მაღალი ქოლესტერინი. საკვებში ქოლესტერინის მაღალი შემცველობა ზრდის ქსანთომატოზის განვითარების რისკს. ღვიძლის დაავადებები. ღვიძლის ფუნქციის დარღვევა აფერხებს ლიპიდების ნორმალურ მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს ქოლესტერინის დაგროვებას. ჰორმონალური დისბალანსი. ჰორმონალურმა დარღვევებმა, როგორიცაა ჰიპოთირეოზი, შეიძლება გამოიწვიოს ლიპიდების მეტაბოლიზმის ცვლილებები. იმუნური სისტემის დარღვევები. იმუნური სისტემის დარღვევებმა შეიძლება გამოიწვიოს ანთებითი პროცესები, რომლებიც ხელს უწყობენ ქსანთომების წარმოქმნას. ქრონიკული ინფექციები. ზოგიერთმა ქრონიკულმა ინფექციამ შეიძლება დააზიანოს ღვიძლი და ხელი შეუწყოს ქსანთომატოზის განვითარებას. ტოქსინები. გარემოში არსებულმა ტოქსინებმა, როგორიცაა მიკოტოქსინები, შეიძლება დააზიანოს ღვიძლი და გამოიწვიოს ლიპიდური მეტაბოლიზმის დარღვევა. დაავადების სიმპტომები. ქსანთომატოზის სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს დაავადების სიმძიმის მიხედვით, მაგრამ ძირითადი ნიშნებია. კანის დაზიანებები. ქსანთომები. კანზე და კანქვეშ ჩნდება მოყვითალო ფერის, რბილი ან მკვრივი კონსისტენციის კვანძები და სიმსივნეები. ისინი შეიძლება იყოს ერთეული ან მრავალრიცხოვანი. ადგილმდებარეობა. ქსანთომები ყველაზე ხშირად გვხვდება ფრთებზე, ფეხებზე, თავზე, კისერზე და მუცელზე, მაგრამ შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილზე. ქავილი. დაზიანებულ ადგილებში შეიძლება გამოვლინდეს ქავილი და გაღიზიანება. ზოგადი სიმპტომები. წონის დაკლება. დაავადებულ ფრინველებს შეიძლება განუვითარდეთ წონის დაკლება და მადის დაქვეითება. სისუსტე. ფრინველები ხდებიან ლეთარგიულები და ნაკლებად აქტიურები. კვერცხის წარმოების შემცირება. კვერცხმდებელ ქათმებში მცირდება კვერცხის წარმოება. ბუმბულის ცვენა. ბუმბულის ცვენა და ბუმბულის ხარისხის გაუარესება. შინაგანი ორგანოების დაზიანება. ღვიძლი. ღვიძლის გადიდება და ფუნქციის დარღვევა. გული. გულის ფუნქციის დარღვევა და გულის უკმარისობა. თირკმელები. თირკმელების ფუნქციის დარღვევა. სხვა ორგანოები. ქსანთომები შეიძლება განვითარდეს სხვა ორგანოებშიც, როგორიცაა ელენთა, პანკრეასი და ნაწლავები. დაავადების დიაგნოსტიკა. ქსანთომატოზის დიაგნოსტიკა მოიცავს რამდენიმე ეტაპს. ფიზიკური გამოკვლევა. ვეტერინარი ათვალიერებს ფრინველს და აფასებს კანის დაზიანებებს. ანამნეზი. ვეტერინარი აგროვებს ინფორმაციას ფრინველის კვების, მოვლისა და სამედიცინო ისტორიის შესახებ. ლაბორატორიული ტესტები. სისხლის ანალიზი. სისხლის ანალიზი ავლენს ქოლესტერინისა და სხვა ლიპიდების მომატებულ დონეს, ასევე ღვიძლის ფუნქციის დარღვევებს. ბიოპსია. კანის დაზიანებიდან იღებენ ბიოპსიას, რომელსაც იკვლევენ მიკროსკოპით ქსანთომების არსებობის დასადასტურებლად. რენტგენოგრაფია და ულტრაბგერითი გამოკვლევა. ეს მეთოდები გამოიყენება შინაგანი ორგანოების დაზიანების შესაფასებლად. გაკვეთა. აუტოპსია. გარდაცვლილი ფრინველის გაკვეთა ავლენს ქსანთომებს შინაგან ორგანოებში. ქსანთომატოზის მკურნალობა კომპლექსურია და მიზნად ისახავს დაავადების გამომწვევი მიზეზების აღმოფხრას და სიმპტომების შემსუბუქებას. მკურნალობის ძირითადი მიმართულებებია.
დიეტის კორექცია. ცხიმის შემცირება, რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ცხიმის შემცველი საკვები, როგორიცაა მზესუმზირის თესლი, თხილი და ცხოველური ცხიმები. ვიტამინების დამატება, რაციონში უნდა დაემატოს და ვიტამინები, ასევე ჯგუფის ვიტამინები. ანტიოქსიდანტები, როგორიცაა სელენი და ვიტამინი T, ხელს უწყობენ ღვიძლის დაცვას და ლიპიდების მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას. ბოჭკოვანი ხელს უწყობს ქოლესტერინის გამოყოფას ორგანიზმიდან. მედიკამენტური თერაპია. ღვიძლის დამცავი საშუალებები, ჰეპატოპროტექტორები. სილიმარინი ხელს უწყობს ღვიძლის უჯრედების აღდგენას და იცავს მას ტოქსინებისგან. ესენციალე ფორტე შეიცავს ფოსფოლიპიდებს, რომლებიც აუმჯობესებენ ღვიძლის ფუნქციას. ლიპოტროპული საშუალებები. ქოლინი ხელს უწყობს ცხიმების დაშლას და ღვიძლიდან გამოყოფას. მეთიონინი ამინომჟავა, რომელიც აუცილებელია ღვიძლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ამცირებენ ანთებას და ტკივილს. კორტიკოსტეროიდები გამოიყენება მძიმე შემთხვევებში ანთების შესამცირებლად. ანტიბიოტიკები გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც შეიძლება თან ახლდეს ქსანთომატოზს. ქირურგიული მკურნალობა. ქსანთომების ამოკვეთა, თუ ქსანთომები დიდია და ხელს უშლის ფრინველის ნორმალურ ცხოვრებას, შესაძლებელია მათი ქირურგიული ამოკვეთა. დამხმარე თერაპია. სითხეების თერაპია გამოიყენება დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად. ვიტამინების და მინერალების დამატება ხელს უწყობს ფრინველის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. სითბო და კომფორტი უზრუნველყოფს ფრინველისთვის კომფორტულ გარემოს. რჩევები ფერმერებს. პროფილაქტიკა. კვების მონიტორინგი, ყურადღება მიაქციეთ ფრინველების კვებას და დარწმუნდით, რომ ისინი იღებენ დაბალანსებულ რაციონს, რომელიც შეიცავს საკმარის ვიტამინებსა და მინერალებს. გენეტიკური სელექცია, შეარჩიეთ ჯიშები, რომლებიც ნაკლებად არიან მიდრეკილნი ქსანთომატოზის განვითარებისკენ. ჰიგიენა, დაიცავით სისუფთავე ფრინველების სადგომებში და თავიდან აიცილეთ ინფექციების გავრცელება. რეგულარული ვეტერინარული შემოწმება, რეგულარულად შეამოწმეთ ფრინველები ვეტერინართან, რათა ადრეულ ეტაპზე გამოავლინოთ დაავადება. ადრეული დიაგნოსტიკა, თუ შეამჩნევთ კანზე უჩვეულო წარმონაქმნებს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს. იზოლაცია, დაავადებული ფრინველები უნდა გამოყოთ ჯანმრთელებისგან, რათა თავიდან აიცილოთ დაავადების გავრცელება. სათანადო მოვლა, უზრუნველყავით დაავადებული ფრინველებისთვის კომფორტული გარემო და სათანადო მოვლა. კონსულტაცია ვეტერინართან, ქსანთომატოზის მკურნალობა უნდა ჩატარდეს ვეტერინარის მეთვალყურეობის ქვეშ. ქსანთომატოზი სერიოზული დაავადებაა, მაგრამ სათანადო მოვლისა და მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელია ფრინველის მდგომარეობის გაუმჯობესება და სიცოცხლის გახანგრძლივება. დასვით თქვენი კითხვები კომენტარებში. ასევე მოგწერეთ, რის შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი ინფორმაცია.